მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო. ეხლა თქვენ მოგიმზადებთ რეცეპტს, სამკურნალო რეცეპტს, რა თქმა უნდა, რომელიც აი ძალიან ბევრ ადამიანს გაგახარებთ, ბევრ ადამიანს პრობლემა აქვს და ეს არის კანზე პაპილომები, რომელიც ანუ პატარ-პატარა მეჭეჭები, რომელიც ასაკში 40-50 წლის მერე ჩნდება ყელის არეში ზოგ სახეზე და ძალიან მტკივნეულად განიცდის ადამიანები ხელებზე პაპილომა ყველგან ჩნდება, ამიტომ ეხლა ისეთ მაგარ რეცეპტს გასწავლით, რომ აი არ დაგჭირდებათ არც მოწვა, არც ოპერაციები, არც არაფერი, რა თქმა უნდა, ხალს არ უნდა შევეხოთ. ეს საუბარია პატარ-პატარა წამონაზარდებზე და ეხლა ამისთვის აი არაფერი არ დაგჭირდებათ. სახლში გაქვთ ყველას ერთი კბილი ნიორი ჩავაგდოთ, კარგი ღვინის ძმარი, კარგი 72%-იანი თუ 70%, აი კარგი ისეთი და ფქვილი. და ესეთი პლასტირი, რომელიც უნდა გადაიკრათ იმ ადგილზე. ეხლა რას გავაკეთებ? ეხლა კარგად უნდა ფაფასავით უნდა დავაქუცმაცო. ფაფასავით. აი როგორ იცი? ძმართან ერთად და ფქვილთან ერთად უნდა იყოს უნდა შეერთდეს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ კარგად უნდა ჩავნახოთ, არანაირი დაჭყილტვა. უნდა ჩავნახო როგორც ფაფა ისე. ნახეთ? აი. ხედავთ? ფაფასავით არის. აი. შეინახეთ აუცილებლად ეს რეცეპტი. სამწუხაროდ ყველა ვერ ვახერხებთ ექიმებთან სირგულს ყოველთვის. მიხვალ და ისეთი ფასებია, რომ შეიძლება ღვიძლი გაყიდო, რომ კონსულტაციაზე ექიმთან მიხვიდე. ამიტომ აი ესეთი რეცეპტები ჩემგან შეინახეთ. მე ისეთ რეცეპტს არ დავდებ, რომელიც საკუთარ თავზე არ გამომიცდია. აი ესე პატარა იცხვირთან, არ ვიცი, პატარა ესეთი მეჭეჭივით ამომივიდა და ერთ დადებაზე მიშველა. ზოგს ერთ დადებაზე შველის ოღონდ გადაბმით 1-2-3 დღე, ესე რომ მთელი დღე დავიფინოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ კანს დაგწვავს. ერთხელ დავიდებთ, მერე ნახავთ თუ არ მოძრა, მერე გავიმეორებთ და კიდე მეორე დღეს და მერე კიდე უნდა გავიმეოროთ მესამეჯერ. ეს გადაბმით რომ დავდოთ და მივატოვოთ, ესე არა. იმიტომ რომ მაინც ნიორია, ძმარია და შეიძლება კანი დაგვიზიანდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილად, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადგილზე ძალიან დავიდებთ, ზემოდან დავიფენთ პატარა ბამბას და შემდეგ დავიფიქსიროთ ის ადგილი, ყველგან იყიდება ეს პლასტირები ამით. ეხლა ჩავასხათ 1 სუფრის კოვზი ძმარი. აი, 1 სუფრის კოვზი, აი კაი ძმარი. შეეცადეთ როგორც გითხარით, რომ ნიორი უნდა იყოს ფაფასავით, რომ აი თითქმის გადღვებილი უნდა იყოს, ნახეთ. როგორი მასა არის, ფაფა არის, ფაფასავით გამოვიდა. ჩემი უბანი ბურჯომში ფაფაა და ესეც ფაფაა. აჰა. ესე და ეხლა ამაში დავამატებ ფქვილს. ნახეთ, ჩვეულებრივ ფქვილს. კიდევ ამას რომ მოამზადებთ, გადაიტანეთ ძალიან პატარა ჭურჭელში, აი სახის მალამოები რაშიც არის, ეს გექნებათ პატარა ჭურჭელი. მორჩა, ინახე. სად არის, შეხედეთ. აი ესეთი უნდა გამოვიდეს. ცოტაც დავამატოთ ოდნავ. აი მორჩა, თქვენ უკვე გაქვთ პაპილომას მეჭეჭების მოსაშორებელი უნიკალური საშუალება. ესე ცოტა ამოიღეთ, დაიდეთ აი იმ ადგილზე, შემდეგ ზემოდან დაიდეთ პატარა მარლის ნაჭერი ან ბამბის, შემდეგ დაიფიქსირეთ ის ადგილი და თქვენი პაპილომა როგორ მოძრება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ.
თუ პირველ დადებაზე არ მოგიწვრათ, სამჯერ გააკეთეთ ეს პროცესი და აუცილებლად მოგშორდებათ. მთავარია ძმარი იყოს ესეთი კარგი, ნამდვილი, ესე 70%-იანი თუ 72%-იანი კარგი ძმარი და ნიორი თავის საქმეს გააკეთებს. ეს მინდოდა თქვენთვის მესწავლებინა, მეჩვენებინა, შეინახეთ ეს რეცეპტი, იმისთვის რომ ადვილად მოძებნოთ ხათოს და სანდროს რეცეპტები, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი, სადაც ყველა რეცეპტია თავმოყრილი. აი ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა, ჩემო საყვარელო გამომწერებო, მიყვარხართ ძალიან. იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები.